რიგში ყველამ გავაცნობიეროთ რა გზას ვადგავართ ჩვენ წინა შეხვედრაზე თუ გავხსოვთ ერთმანეთს რომ შევხვდით ვამბობდი რომ არ უნდა დავადგეთ ბელორუსის გზას. ამიტომ შეგვიძლია ეს გზა ვისწავლოთ. პირველ რიგში არ გქონდეს არანაირი იმედი რომ ან პოლიციას, ან მთავრობას რაღაც ემპათია გაუჩნდება, რაღაც სამართლიანობის დადგენის სურვილი ამოძრავებს, ამიტომ ჩვენ შევეგუოთ იმას, რომ ვართ უსამართლო ბრძოლაში და არ დაუშვათ ის შეცდომები, რაც დაუსვა ბელორუსის და რუსეთის თავისუფლების მოსურნე ჟურნალისტებმა, ხო? და მზიას დაკავება უკვე ისეთი აშკარა ნიშანია იმის, რომ ჩვენ სულ სხვა ქვეყანაში გვიპირებენ რომ გვაცხოვრონ, ვიდრე თუნდაც აქამდე ძალიან ცუდ, უსამართლო, არადემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრობთ, მაგრამ ეს არის კიდე ახალი ეტაპი, რომელიც გადავედით. ჩემთვის პირადად მზია გავიცანი წიგნების გავრცელების დროს მაღალმთიან აჭარაში ჩავიტანეთ რაღაც ლიტერატურის გავრცელება. ან ყველაფერი სიკეთე რაც შეიძლება ქვეყანას გაუკეთო, მზია იყო ამით დაკავებული და მაშინ გავიცანი და აი ხო იცი ერთი შეხვედრით რომ გამახსოვდება ადამიანი როგორც მაგალითი სამართლიანობის ვაჟკაცობის პროფესიონალიზმის იქვე იყო ეთერიც რომელიც ღამის 2 საათზე მუშაობდა და ჩემთვის ნეტგაზეთი და ბათუმელები ამით იყო ძალიან რა ვიცი სტანდარტი რომ ანუ იცი ისი თქმა მინდა ბოდიში დაბნეული არ მიკვირს რომ ერჩიან მზიას იმიტომ რომ სამაგალითო დასჯა არის დიქტატურის წესი რომ სამერო სხვებს ჩაერთო თვითცენზურა შეეშინდეთ საკუთარი აზრის თქმა შეეშინდეთ შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემა რაზე ლაპარაკობთ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც კაცი რომელსაც ცილის წამები შეურაცხყოფის და სულში ჩაფურთხების გამო სილა გააწნეს იძახის რომ ფუა მტკივაო რაზე ლაპარაკობთ ხო საერთოდ ანუ დაკარგეს თვითონ რასაც ამტკიცებენ რომ მაგარი კაცები არიან ესეც კიდე დაკარგულია და აღარ არსებობს ამ ქვეყანაში და ეხლა ერთადერთი რაც მინდა ვიცოდეთ რომ არ გვაქვს უკან დასახელი მზიას გამოც რომ მართლა 7 წუთის ციხეში არ გავშვან დავივიწყოთ რომ ამათ ვინმე შეეცოდებათ რომ ესენი რაღაცა სამართლიანობას ან რაღაც უკან დახევას შემოგთავაზებენ არ არსებობს სხვა ქვეყანაში ვცხოვრობთ ამიტომ მზიას გამოსახსნელად პირველ რიგში მზიას რა ვიცი სადაც ჩავერთე ყველგან მეუბნები რომ რა თქმა უნდა ერთი წამით არ უშვებ რომ მე დამიჯერებს ან ვინმეს და ჩემის მაგრამ ჩემი ვალიოთ რომ შიმშილი არის ძალიან ცუდი მე მინდა რომ მზიამ ნახოს როგორ დამარცხდება ეს რეჟიმი და ჩვენ ყველამ ნახო და ამისთვის საჭიროა რომ ვიყოთ ჯანმრთელები და გავუძლოთ ცოტა ხანი ამ ყველაფერს ამიტომ არ მინდა რომ იშიმშილოს და მინდა რომ პირიქით ძალიან კარგად იყოს და მაქსიმალურად მოუფრთხილდეს თავის ჯანმრთელობას რაღაც ბოდიში სისულელებს ლაპარაკობ შეიძლება, მაგრამ მეც აღელვებული ვარ, იმიტომ რომ მე ჩვენ რასაც ყვებოდით ლექციებზე, შეხვედრებზე, რომ აი სადღაც შორს ჩვენგან რუსეთში და ბელორუსში ხდება, აი ეს კადრი რომ საქართველოში იქნებოდა, თვითონ ჟურნალისტები ბათუმელების და ნეტგაზეთის ყვებიან, რომ ყველა ხელისუფლების დროს ჰქონდათ ასლანიდან მოყოლებული პრობლემები, მაგრამ ის რომ მოკლის, დაჭერის და უსამართლო ციხეში გაშვების ეს რეალობა დადგა ახლა დადგა და ძალიან მინდა რომ ეს რეალობა მალე შეიცვალოს და იმისათვის რაც გვინდა რომ გამოგვივიდეს უნდა მოვიფიქროთ ჭკვიანური ერთიანი და ძლიერი გეგმა პირველ რიგში დავამარცხოთ ჩვენ თავში ფუჭი იმედები რომ ამათ რამე გამოასწორებს